არჩევნების თემატიკიდან სოციალურ პრობლემებზე ჩვენი სიუჟეტის გმირი 52 წლის მარტოხელა დედა უკვე მესამე არჩევნებს ბოლო 3 წლის განმავლობაში 6 კვადრატულ მეტრში სარდაფში ხვდება. მისი მდგომარეობა არჩევნებმა არათუ გააუმჯობესა პირიქით წინა საარჩევნო პერიოდის გამო მან მერიისაგან დაპირებული ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც ვერ მიიღო. ერთი თვის წინ კი მას მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსიც მოუხსნეს. 52 წლის მზია კახაძე წერეთლის ქუჩაზე ნაქირავებს სარდაფში მეოთხე წელია უკიდურეს პირობებში ცხოვრობს. ქალბატონი 6 კვადრატული მეტრის ფართში ყოველთვიურად 50 ლარს იხდის, ამბობს, რომ 2006 წელს სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მედიკოსებმა მარცხენა ბარძაყის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს. იგი ყვება, რომ მიმდინარე წელს ხელახალი გადამოწვევის შემდეგ კი ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მოუხსნეს, რაც ყოველთვიურად 100 ლარიან ფულად დახმარებას ითვალისწინებდა. პირველად სარგებლობდი მეორე ჯგუფით, სტატუსით ღებულობდი ამ პენსიას და ქუთაისში როდესაც გავიარე შემოწმება, იქანე მე მომიხსნეს ეს პენსია. რა პირობებშიც ვარ კი ხედავთ თქვენ. ხო და მიახლა საქმე იმაშია, რომ მე ამ პენსიით ბინასაც ვიხდიდი და ცოტა პროდუქტებდი და ჭამდით რაღაცა ბაღანა გარბის სახლიდან იმის გამო, რომ მე არაფერი არა მაქვს, რომ ვაჭამო და ვასვა და ბაღანამ რა ქნას. მზია კახაძემ დახმარებისთვის ბათუმის მერიასაც მიმართა, უწყებაში ერთჯერად 500 ლარიან დახმარებაზე უარი უთხრეს. მიზეზი როგორც უწყებაში განგვიმარტეს დაგვიანებული მიმართვაა. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო პერიოდის მოახლოების გამო სარეზერვო ფონდის განკარგვა დროებით შეჩერებულია. სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ლომთათიძე განმარტავს, რომ პროგრამა ისევ განახლდება. იმისათვის, რომ შესაბამისად კომისიური წესით მომხდარიყო ქალბატონი მზია კახაძის განცხადების განხილვა, უნდა გაევლო გარკვეული ეტაპები. სამწუხაროდ საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეწყვიტა კომისია მუშაობა, ბოლო კომისია ჩატარდა 14 აპრილს და ქალბატონი მზიას განცხადება რიგითობის დაცვიდან გამომდინარე ვერ მოხდა შესაბამის კომისიას. არჩევნების შემდეგ ალბათ განახლდება და გაეწევა შესაბამისად დახმარება. მზია კახაძეს მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკოსებმა შეცდომით მიანიჭეს, რაც ხელახალი გადამოწმების შემდეგ გამოვლინდა. აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში. კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ლადო კეპულაძე სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ ექიმების მიერ შეცდომით გაცემულ დიაგნოზზე სამსახურის სპეციალური საბჭო იმსჯელებს. 2008 წლიდან განსაზღვრული ჰქონდა მნიშვნელოვან გამოხატული სტატუსი, რომელიც ჩვენ როცა გადავამოწმეთ უკვე იყო უზუსტობები. ეს გამოიწვია დიაგნოზის შორე, რადგანაც რენტგენოლოგიურად სურათი არ იყო ისეთი, რაც ამ დიაგნოზს შეესაბამება, ასევე დაავადების სამსახურების მომდინარეობა. ოფიციალურად რომ მივიღებთ ამ სტატუსს, ჩვენ დავსვამ პროფესიულ მასწავლებლობისათვის საბჭოს სიაში. სოციალურად დაუცველი მზია კახაძე მედიკოსებს ხელახლა გადამოწმებას და დახმარების აღდგენას თხოვს, მანამდე ქალბატონი ქველმოქმედი ადამიანების იმედად რჩება.